მოგესალმებით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან. მინდა გესაუბროთ თემაზე ნიკო ნიკოლაძე ფოთისა და პორტის აღმაშენებელი. 1894 წლის 18 სექტემბერი გარდამტეხ თარიღად იქცა ფოთის ისტორიაში. სწორედ ამ დღეს ფოთის ქალაქის თავად მერა გაირჩიეს ნიკო ნიკოლაძე, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და ევროპული ხედვა ფოთის განვითარებას მიუძღვნა. როცა ნიკო ნიკოლაძე ფოთის მერა დაირჩიეს, ქალაქი მძიმე მდგომარეობაში იყო. იგი უფრო მოზრდილ სოფელს გავდა, ვიდრე ქალაქს, წუმპეტალახიანი ბნელი ქუჩები, ხის პატარა სახლები, ჭუჭყიანი დუქნები, ცეცხლები, ცავსე ხალხი და ირგვლივ ჭაობები. ნიკო ნიკოლაძე ჯერ კიდევ ბავშვობიდან კარგად იცნობდა ფოთს. ნიკოს მამას, ბიზნესმენ იაკობ ნიკოლაძეს ფოთში ჰქონდა სხვადასხვა სავაჭრო დუქნები, ფაქტორიები. ნიკო ხშირად ჩახავდა ფოთში და მაცნობდა თავის ბიზნეს საქმიანობას. 1871 წელს, როდესაც ნიკო ნიკოლაძე ბრუნდება საქართველოში ევროპიდან, ფოთის ადგილმდებარეობასა და მომავალს უკვე სხვა თვალით ხედავს. და ამ პერიოდში იგი წერს, რომ ფოთის დასაშრობად საჭიროა რიონის ნაპირის დაგუგვა და ამაღლება. მთელი ქალაქის სივრცეზე დიდძალი ქვიშის მოყრა და რუების გაყვანა. ფოთს დიდი როლი და კარგი სვე მოელის, რკინისგზა ჩქარაში აერთებს მას თბილისთან, მერე კასპიის ზღვასთან, შემდეგ როდის მეშუა აზიასთან, სპარსეთთან და შესაძლებელია ინდოეთთანაც. მერად არჩევის შემდეგ ნიკოლაძის მთავარი მიზანი იყო ფოთის თანამედროვე ევროპულ ქალაქად გადაქცევა. მან უპირველეს ყოვლისა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ფოთის ნავსადგურის მშენებლობასა და განვითარებას. ამისათვის საგანგებოდ იმოგზაურა და პირადად მოინახულა ევროპის, კერძოდ ბერლინის, ლონდონისა და პარიზის, ასევე ჩრდილოეთ აფრიკის კაიროს ნავსადგურები. მოწინავე გამოცდილების გათვალისწინებით შეადგინა ფოთის ნავსადგურის მშენებლობის ახალი და მეტად ორიგინალური გეგმა. ამ გეგმის განსახორციელებლად გამოსცა 1,400,000 მანეთის ობლიგაცია და ნავსადგურში შემოტანილ და გასატან ტვირთზე დააწესა ეგრეთ წოდებული საფაშო გადასახადი. ფოთის ნავსადგურის მშენებლობა დაიწყო 1897 წელს და დასრულდა 1905 წელს. ნიკო ნიკოლაძემ, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ ძლიერი პორტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების საწინდარი გახდებოდა. ნიკო ნიკოლაძის ხელმძღვანელობით გაფართოვდა და კეთილმოეწყო ფოთის ნავსადგური, აშენდა ელევატორი, გაუმჯობესდა და სატრანსპორტო და სავაჭრო ინფრასტრუქტურა. ნიკოს ძალისხმევით ფოთის პორტი შავი ზღვის ერთ-ერთ საუკეთესო ნავსადგურად ჩამოყალიბდა. ასევე ნიკოლაძის ინიციატივით ქალაქში დააშრეს ჭაობები, მოეწყო ქუჩები ჭადრაკული წესით, გაიყვანეს წყალსადენი და სატელეფონო ქსელი, აშენდა ხიდები, ელექტროსადგური, საავადმყოფოები, გიმნაზიები, ცენტრალური პარკი და საკათედრო ტაძარი. 1901 წელს ნიკოლაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ფოთის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი დღემდე ვითარდება. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ქალაქი წინასწარ შემუშავებული ურბანული გეგმის საფუძველზე შენდებოდა. 18 წელი იყო ნიკო ნიკოლაძე ფოთის მერი და ამ 18-წლიანი დაუღალავი ენერგიული მენეჯერული მოღვაწეობის წყალობით ფოთის ბიუჯეტი თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. თუ იგი 1895 წელს 75,000 მანეთი იყო, 1914 წლისათვის 723,000 გადააჭარბა. ფოთი თანდათან გადაიქცა თანამედროვე კულტურულ და ეკონომიკურად განვითარებულ ქალაქად. ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი მხოლოდ ქალაქის მშენებლობით არ შემოიფარგლებოდა, იგი მისი ერთგული დამცველიც იყო. 1905 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, როდესაც გენერალ ალიხანო პავარსკის სადამსჯელო რაზმი თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს ანადგურებდა და ფოთსაც იგივე მოელოდა, იგივე ბედი მოელოდა, ნიკომ განსაკუთრებული გონიერება გამოიჩინა. ფოთისაკენ დიდი ჯარით მიმავალ გენერალს შეხვდა გზაში და დაარწმუნა, რომ ფოთი უცხოეთში იყო დაზღვეული და თუ კი მას დაარბევდა, გაანადგურებდა, მთელი ზარალის ანაზღაურება პირადად ხელმწიფე იმპერატორს მოუწევდა. შეშინებული გენერალიც უკან გაბრუნდა, ასე გადაარჩინა ფოთი ნიკო ნიკოლაძე. ნიკო ნიკოლაძის პიროვნება არის მაგალითი იმისა, რომ განათლებულ, მიზანდასახულ და სამშობლოს ერთგულ ადამიანს შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ერთი ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მომავალი. ამიტომ ნიკო ნიკოლაძე სამართლიანად ითვლება საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს რეფორმატორად და ფოთის ნამდვილ აღმაშენებლად.
მე აქვე დაგემშვიდობებით ვესტუმრეთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, რომელიც მდებარეობს სამტრედიის სოფელ დიდ ჯიხარში.